ფისკალური გამჭვირვალობა საქართველოში მსოფლიოს 129 სახელმწიფოდან ნახევარზე მეტი მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მათ შორის არის ჩვენი სამეზობლო, ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მოლდოვა. უფრო რთულ ვითარებაშია ამ მიმართულებით უკრაინა. შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეკუთვნის. რას ნიშნავს ფისკალური გამჭვირვალობა და საქართველოს პოზიტიური შედეგი, ნინი გოგიშვილი გიამბობთ. რამდენად გამჭირვალედ მართავენ ქვეყნები სახელმწიფო ფინანსებს, რამდენად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის ინფორმაცია ბიუჯეტის, სახელმწიფო ვალისა და შესყიდვების შესახებ. ეს იმ კრიტერიუმთა ნაწილია, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 129 ქვეყანა შეაფასა. საქართველო კი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ანგარიშის ავტორებისაგან დადებითი შეფასება მიიღო და ითქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ანგარიში გაწერილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, სახელმწიფო ფინანსები გამჭირვალეა. ვრცელია იმ სახელმწიფოთა სია, რომლებმაც 2026 წლის ანგარიშით ფისკალური გამჭირვალობის მინიმალური მოთხოვნები ვერ შეასრულა. მათ შორის არის უკრაინა. წლევანდელ ანგარიშში დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ შეფასებული 129 მთავრობიდან და ერთი სუბიექტიდან 73-მა დააკმაყოფილა ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალური მოთხოვნები, ხოლო 67-მა ვერ დააკმაყოფილა. დეპარტამენტმა შეაფასა საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობა, სრულყოფილება და სანდოობა, ასევე სახელმწიფო კონტრაქტებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესებისა და სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გამჭვირვალობა. რატომ დაინტერესდა სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფოთა ფინანსების გამჭირვალობით? ვრცელ ანგარიში ვკითხულობთ, რომ ფისკალური გამჭირვალობის ნაკლებობამ შესაძლოა გაზარდოს კორუფციისა და ფინანსური დანაშაულების რისკი. ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსების მართვის კრიტიკული ელემენტია. ის ხელს უწყობს ბაზრის ნდობის გაძლიერებას, საფუძველს უყრის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას და მთავრობის უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას საზოგადოებამ დაინახოს მთავრობის ბიუჯეტი და ხარჯები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გაწერილი მოთხოვნები და შეფასებები საქართველოსთვის იმის მორიგი დასტურია, რომ ქვეყანას სწორი ფინანსური პოლიტიკა აქვს, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე და სტაბილურობაზე აისახება, რაც მეტყველებს იმაზეც, რომ ქვეყანა საკუთარი ფინანსური პოლიტიკით საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ჩვენი ქვეყნის ფინანსური და საბანკო პოლიტიკა არის ცალსახად გამჭვირვალე, არის ორიენტირებული იმ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან იმსახურებს საკმაოდ მაღალ შეფასებებს, იქნება ეს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი თუ ასე შემდეგ. საქართველო როგორც შემდგარი სახელმწიფო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა სტანდარტი, რაც სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარების და დემოკრატიულ თავისუფალ ქვეყანას უნდა ჰქონდეს, ჩვენ ქვეყანას სახეზე აქვს და ფინანსური გამჭვირვალობა მით უმეტეს დღევანდელ დროს, როდესაც ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო აკვირდება და ითხოვს, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, საქართველოს ეს ამოცანები წარმატებით აქვს გადაწყვეტილი. გამჭირვალე სახელმწიფო ფინანსები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოქალაქეების ანგარიშვალდებულებისთვის, არამედ საერთაშორისო ბიზნესისთვისაც. საქართველოს სწორედ ამ პოლიტიკის მიმდევარია.